რატომ დააკავეს თავისუფალი დემოკრატების აქტივისტები ირაკლი ალასანიას პროტესტის სამართალდამცველებს? ლეიბორისტული პარტიის აქცია უკვე დასრულებულია, ამ და სხვა თემებზე ჩვენ უახლოეს 1 საათის განმავლობაში ვისაუბრებთ. სააკაშვილი შეშინებულია და ასეთი ტერორით ცდილობს დააშინოს ჩვენი მხარდამჭერები და მთლიანად საზოგადოება. ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გორში პოლიციის შენობის წინ გააკეთა. ალასანია შიდა ქართლში თავისუფალი დემოკრატების წევრის გოდერძი მახარაშვილის ვაჟისა და მისი მეგობრების დაკავების შემდეგ ჩავიდა. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი დაკავებულთა მშობლებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა. ალასანიას თქმით, მოძრაობა მის ხელთარსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებულმა მოქალაქეებმა სამართალს მიაღწიონ. ირაკლი ალასანი ასევე შეხვდა ადგილობრივ სამართალდამცველებს და მომხდარის ობიექტურად გამოძიება მოითხოვა. ხელისუფლება და სააკაშვილი არის შეშინებული, იმით რომ დამარცხდება საპარლამენტო არჩევნებში და იყენებს ტერორის გზას, რომ დააშინოს მოქალაქეები, ჩვენი მხარდამჭერები. კონკრეტული მაგალითია ბატონი გოდერძი მახარაშვილის ოჯახი, რომელსაც პოლიციელებმა წინასწარ არაერთხელ მისცეს გაფრთხილება, რომ თუ კი არ ჩამოშორდებოდა პოლიტიკურ საქმიანობას, მას ან მის ოჯახის წევრებს და კონკრეტულად მის შვილებს დაიჭერდნენ. ჩვენ ჩავერთეთ საერთაშორისო თანამეგობრობაც სამართალდამცავ სტრუქტურებზე, სამოქალაქო ზედამხედველობის სტრუქტურები და სამოქალაქო ორგანიზაციები. დემოკრატიული მოძრაობა საახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ თავისუფალ დემოკრატებს და იმედს გამოთქვამენ, რომ საქმე ობიექტურად წარიმართება. დემოკრატიული მოძრაობა ასევე იმედს გამოთქვამს, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციების რეაგირება მოჰყვება აღნიშნულ ფაქტს. დემოკრატიული მოძრაობა თანადგომას უცხადებს და გამძლეობას უსურვებს თავისუფალი დემოკრატების დაპატიმრებულ გორის სამ აქტივისტს. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებს. ვინაიდან ჩვენი მომხრეების წინააღმდეგ წარმართული ათობით და ასობით ფაქტზე დაყრდნობით ვიცით, თუ რა ტერორისა და ზეწოლის ქვეშ შეიძლება ამყოფოს ხელისუფლებამ დაპატიმრებული და მათი ოჯახის წევრები, რომ მოიპოვოს მისთვის სასურველი ცრუ ჩვენება. ახლა უფრო დეტალურად იმ სპეცოპერაციის შესახებ, რომელიც გამთენიისას მოხდა. გორში გამთენიისას თავისუფალი დემოკრატების გორის რაიონული ორგანიზაციის წევრის გოდერძი მახარაშვილის ვაჟი და მისი ორი მეგობარი დააკავეს. ოჯახის წევრების თქმით, მათთვის ამ დრომდე გაურკვეველია თუ რა ბრალდებით მოხდა დაკავება. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრის გოდერძი მახარაშვილის შვილსა და მის მეგობრებს ბრალს ხულიგნობის მუხლით წაუყენებენ. დაკავებას წინ უძღოდა პარტიის წევრის მიერ ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში გაკეთებული განცხადება პოლიციის მხრიდან ზეწოლის შესახებ. გოდერძი მახარაშვილი აღნიშნულ ფაქტს საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ჩემი მეუღლე გოდერძი მახარაშვილი თავისუფალი დემოკრატების პარტიაშია და იმის მერე ჩემ შვილებზე სულ დევნა, ჩემ მეუღლეზე დევნა, ჩვენ ოჯახზე დევნა, იმისი ამხანაგები ვინც არიან იმათთან სულ აშინებენ, სულ იმაშვრებიან და სულ პოლიცია მის დღეებში სულ ეუბნევიან, ჩვენ ხელში ჩავარდებით, ჩვენ ხელში ჩავარდებით. აგე წამოიყვანეს დილით 7:30-ზე დაგვეცნენ, ოჯახები აგვიტრიალეს, მთელი სახლი გადაგვიჩხრიკეს და წამოიყვანეს ბავშვები. ჩვენს გარდა ამხანაგები ვინც აყავს ჯაბა ელიაშვილი იმის სახლშიც შევიდნენ, იმასთანაც ეგრე, აკაკი ელიაშვილთანაც ეგრე და ესე გაგვაუბედურეს. ალასანიას ხარს უჭერს ჩემი შვილი არის მახარაშვილი გოდეს ბიჭის ამხანაგი და იმის მხრივ შემოგვიცივდნენ სახლში წუხელ შვილის ნახევარზე დამიწიოკეს ოჯახი, ბავშვი ეგრევე ტიტოლა გამოაქცუნეს ჩემი შვილი და მეტი არაფერი არ აღარ თქვა, დაგვაწიოკეს ყველანი, მთელი ოჯახი და ვერ ვიგებ რა ხდება, რა თიმას აქნეს ვერ ვიგებ, რის გულისთვის დაიჭირეს. აიყვანეს გოდერძი მახარაშვილის ბიჭი თავის ორ მეგობართან ერთად. თავის მეგობარი აკაკი ელიაშვილი ცალკე აიყვანეს თავის სახლში. მე უთხრა რიგით პოლიციელებს, რომ არავის არ ეგონოს რომ რამე შეჩებოთ. ყველას დრო დადგება იმისი, რომ ყველას პასუხის გაცემა მოუწევს თავის აქციელზე. აი ამ გზით უნდა ჩაატარონ.
ეს დემოკრატიული არჩევნები მთელი ჩემი ბავშვების ახლობლები, მეგობრები დაიჭირეს, წამოიყვანეს. ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ბატონი ზვიად ხმიადაშვილი გუშინ, მოვიდა შეურაცხყოფა მომაყენა სოფელში და საღამოთი მე პირდაპირ ეთერში მოგეცით ეს ინტერვიუ და მოხდა მე გათენებისას ჩემი შვილის დაპატიმრება, დაჭერა. თავისუფალი დემოკრატების მხარდამჭერთა დაკავების ფაქტს ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ჩვენ განმარტებას საღამოს მთავარ გამოშვებაში 9 საათზე შემოგთავაზებთ. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ არსებული საარჩევნო კოდექსის პირობებში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება და ამიტომ საზოგადოებას საპროტესტო აქციების დაწყებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათელაშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა. საპროტესტო აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველოს გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძეც დაესწრნენ. აქციის მონაწილეებმა შალვა ნათელაშვილს დაბადების დღეც მიულოცეს. აქციის მიზანია არ დაუშვათ გაყალბება და ამ ბოროტული გზით სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დატოვება ხელისუფლებაში, რასაც ისინი აქტიურად გეგმავენ და რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია. ჩვენ აი აქ შეკრებილი ხალხის სახელით, აქ კიდე მომსვლელი 100,000-ობით ქართველის სახელით უცხადებთ სააკაშვილს. გაყალბება აღარ გამოა, კოკაც კაცს ვეღარ მოიტანს. ვიცი რომ არჩევნების გაყალბებას ისევ აპირებს ჩვენი საყვარელი ხელისუფლება. საყვარელი კავიჩკებს რა თქმა. ზუსტად ლოგიკურია. არ ვიცი, ასე ცოტა ხალხი მაინც რატო არის? ამას ასე არ უნდა უყურებდეს ერი და ქვეყანა. ამდენად ჩემოძირფასება. უფრო მეტნი უნდა იყვნენ. ჩემი აქ მოსნის მიზანია, რომ ხარი დაუჭირო როგორც ლეიბორისტმა პარტიამ იმ მოთხოვნას, რომ არ მოხდეს თუნდაც ის მომავალი თითქოს და მაისში გათვალისწინებული არჩევნები და არ გაყალბდეს ის. და წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი, რომ ყველა თითოეულმა ჩვენთაგანმა გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრება და არ დაუშვათ ამ არჩევნების გაყალბება და არასწორი შედეგების შემდეგ დაკანონება, ვინაიდან ეს არც ქვეყანას არგებს და არც ქვეყანას ააშენებს. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტში 190-ზე მეტი ხელმოწერით დამოწმებული პეტიცია და საკანონმდებლო ინიციატივები შეიტანეს. საკანონმდებლო ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციებმა კამპანია ეშენს გეხებას ფარგლებში მოამზადეს და 2011 წლის დეკემბერში მიღებული იმ კანონების შეცვლას ითვალისწინებს, რომლებიც მათი შეფასებით ყველას ეხება და ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ აქტიურობას ზღუდავს. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივების შეტანას არასამთავრობოებისა და მედია ორგანიზაციების საპროტესტო აქციაც ახლდა. აქციაზე პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი პარლამენტის შესასვლელთან საყვირებითა და ხმამაღალი შეძახილებით გააპროტესტეს. მე პირადად ვფიქრობ, რომ უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობო მედია ორგანიზაციების პოზიცია, ძალიან ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის ამერიკის საელჩომ, მათ შორის გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა და სხვებმაც დააფიქსირეს თავისი კრიტიკული მოსაზრება ამ კანონთან მიმართებაში, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ლოგიკურია და რაციონალური, რომ ეს კანონი შეიცვალოს და გათვალისწინებულდეს ჩვენი მოსაზრებები. ის პრობლემები, რაზეც ისინი საუბრობენ ზოგადად, ხომ, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს პარტიების დაფინანსების სისტემა, ამ პრობლემებს ჩვენ ვეთანხმებით, გასაგებია რომ ეს პრობლემები უნდა გადაწყდეს, თუმცა ჩვენი ხედვა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ანუ მაინც გავხსენებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ დღეს გადავთარგმნეთ ეს წინადადებები და გაუგზავნეთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და საელჩოს და გარდა მაგისა ვაცნობეთ ვენეციის კომისიასაც. მე ვაპროტესტებ იმას, რომ აბსოლუტურად უგუნური კანონი მიიღეს, რომელმაც მართლა შეიძლება ჩიხში შეგვიყვანოს ყველა და ხელისუფლების შიშები, რომელიც გამოიწვია ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ, შესაძლოა ყველა მოქალაქეს დაატყდეს თავზე და ზუსტადაც ივანიშვილს შეიძლება არაფერი არ დააკლდეს ამით, მაგრამ რიგითი მოქალაქეები, ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდეს დასჯილი, აღმოჩნდეს ციხეში და ეს კანონმდებლობა ჩემი აზრით ემსახურება იმას, რომ ადამიანებს უბრალოდ ეშინოდეთ პოლიტიკასთან გაკარება. მე ვფიქრობ, რომ ეს არ მოგვიტანს კარგს არაფერს და ამას ვაპროტესტებ. თან ზღუდავს და თან არ ზღუდავს. ერთი მუხლით ზღუდავს, მეორე მუხლით არ ზღუდავს. სწორედ ამიტომ იყო, რომ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ბატონი ბასი ბრძანებდა რომ ის არის დარწმუნებული რომ ეს კანონი არ ამოქმედდება იმგვარად რომ შეზღუდოს სინამდვილეში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ეხლა ჩვენ ვართ დამოკიდებული მაინც ხელისუფალთა კეთილგონიერებაზე, რამდენად ისინი არ ამოქმედებენ ამ კანონმდებლობას სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით. ჩვენ კიდევ ვითხოვთ რომ ეს არ იყოს ვინმეს კეთილი ნების საკითხი, ეს იყოს ის საკითხი, რომელიც ზუსტად იქნება დარეგულირებული კანონის ტექსტი. ახალი თაობა, ახალი ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს აღარ შეიტანს ორგანიზაციის განცხადების მიხედვით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან. კონსულტაციების შედეგად ორგანიზაცია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საზოგადოება ამ პროცესის დაწყების წინააღმდეგია. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიხეილ დევდარიანის განცხადებით საარჩევნო პროცესის თავისუფალ, თანასწორ და კონსტიტუციურ გარემოში ჩატარება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისთვის და პოლიტიკური კონსენსუსი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ამის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ ორგანიზაციამ გადაწყვიტა უარი თქვას საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე. არადეკვატურად იქნა აღთქმული ჩვენი განცხადება საზოგადოების ნაწილის მიერ და არ გვინდა რომ ზედმეტი დაძაბულობა გამოიწვიოს ამ პროცესმა. ჩვენ დაველოდებით შემდგომი არჩევნებს საქართველოს პარლამენტის თუ საქართველოს ახალ პარლამენტმა არ გაითვალისწინა ის მოსაზრებები, რაც ჩვენ სარჩელით არის გათვალისწინებული, შემდგომ უკვე მიმართავთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. დღემდე მივიჩნევ და თვლი რომ ის განცხადება რაც გუშინ გავაკეთეთ არის ადეკვატური და იმ ვადის გასვლის მერე, ანუ 4 წლის ვადის გასვლის მერე, როდესაც საქართველოს პარლამენტს ამოეწურება თავისუფლება მოსილება საქართველოს კონსტიტუციით, ანუ 2012 წლის 7 ივნისის მერე საქართველოს პარლამენტი იქნება კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კოალიციას სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია ახალი თაობა, ახალი ინიციატივას მათთან კონსულტაციები არ ქონია, თუმცა სარჩელის შეტანაზე გადაწყვეტილების შეცვლას დადებითად აფასებენ. როგორც აიას ხელმძღვანელი აცხადებს, საარჩევნო ვადების გადაწევა ოპოზიციას და ხელისუფლებას არათანაბარ პირობებში ჩააყენებს. მე პირადად ორი შეხვედრა მქონდა დიპლომატებთან ორ დღის განმავლობაში და რეაქცია იყო ძალიან მძიმე ამ თაობაზე. ერთადერთი ახალ თაობა, ახალ ინიციატივას რაც გამოუვიდა გუშინდელი არასამთავრობოების და მედიის წარმომადგენელთა ხელმოწერა, ის აქცია ინფორმაციულად გადაფარა. ამან მიიღო რაღაცა ესეთი სახე, იმიტომ რომ არ ამგონია დამოუკიდებელი ორგანიზაცია ერთ დღეს აცხადებს, რომ შეაქვს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის არჩევანი და მეორე დღეს ამ ვარს აცხადებდეს ამ სარჩელზე ცოტა არასერიოზული საქციელია. ფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ რომ როგორც მე გუშინ არაერთხელ აღვნიშნე, სამართლებრივად მათ სარჩელს არ ქონდა საფუძველი, ამიტომ ის განწირული იყო საკონსტიტუციო სასამართლოში წასაგებად, ამიტომ კარგი იქნეს რომ შეცვალეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ისინი უბრალოდ დაფიქრდნენ, რომ ესეთი წინადადებით შესვლა ეხლა არ არის სწორი, რადგანაც როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, გუშინაც ვამბობდით ამას, რადგანაც არ არის სწორი თუ კი ჩვენ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ჩავაგდეთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვეულებრივად წარმართონ წინასაარჩევნო კამპანია. ორგანიზაციამ სარჩელის შეტანის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. საკონსტიტუციო სარჩელით არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა, ახალი ინიციატივა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მაის-ივნისში, საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას კი 2013 წლის იანვარში ითხოვდა. ამ ინფორმაციას პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მხრიდან გუშინ არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების ვადის შეცვლის შემთხვევაში 2009-2010 წლებში მიღებული კონსტიტუციური რეფორმა წყალში ჩაიკრება. ოპოზიციის ნაწილმა კი ეს ფაქტი პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას დაუკავშირა. მოქმედი კანონმდებლობით საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო კი 2013 წელს უნდა გაიმართოს. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2012 წლის ოქტომბერში. დარწმუნებული ვართ, რომ საკონსტიტუციო ვადებში ჩატარდება არჩევნები ოქტომბრის თვეში. პრეზიდენტს ამ გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესში ნერვებმა უტყუნა, ვეღარ გაუძლო და ცდილობს ახლა არეულობა შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. დღეს თუ ვინმეს შეუძლია ჩაატაროს სრულფასოვანი არჩევნები უახლოესი 2 თვის განმავლობაში და 2 თვის შემდეგ და არის მზად არჩევნების ჩასატარებლად. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება.
ახალი თაობა ახალი ინიციატივის განცხადებას დღეს პარტია საქართველოს გზა გამოეხმაურა. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით ხელისუფლებას აინტერესებდა თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა საზოგადოების მხრიდან არჩევნების ვადის შეცვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივას. პარტია საქართველოს გზა სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და გამარჯვებას გეგმავს. განცხადება დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაკეთდა. ვინ მოიაზრება ამ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან და შესაბამისად ეს იყო ხელისუფლების ცდელობა რომ რაღაცა მოესინჯა, ხარა ესინჯა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას ამ გადაწყვეტილებაზე. რადგან ნახეს რომ ამ გადაწყვეტილებით რეალურად არაფერი არ იცვლება, ანუ ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც მზად არიან ხელისუფლების შესაძლებლად, მზად არიან ეს გააკეთონ ნებისმიერ დროს, გაზაფხული იქნებოდა შემოდგომა, თავისთავად მათ გადაწყვეტეს რომ ასე ვთქვათ უკან დაეხია. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებმა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2011 წლის ამომრჩეველთა სიის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ სიებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი მთავარი პრობლემა არსებობს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მოქალაქეების ნაწილი დარეგისტრირებულ მისამართზე არ ცხოვრობს. მათი ნაწილი საზღვარგარეთაა, ნაწილი კი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა. სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლობჟარიას მოსაზრებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ამომრჩეველთა სიის გადამოწმება კარ და კარის პრინციპით უნდა მოხდეს. ამომრჩეველთა სიის აუდიტით მიზანი ამომრჩეველთა ცდომილების განსაზღვრა და სიის გაუმჯობესებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება იყო. სია ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებლით არასახავს რეალურ მდგომარეობას, ანუ სად იმყოფებიან ამომრჩევლები. პირველ რიგში გულისხმობ შიდა და გარე მიგრაცია, შიდა მიგრაციის დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 9%-ზე მეტი, ასევე გარე მიგრაცია დაახლოებით 7%-მდე და 25% არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ უბრალოდ ვერ დავადგინეთ ამომრჩევლის ადგილსამყოფელი და ჩვენ ვარაუდობთ, რომ ესეც სავარაუდოდ არის პოტენციური მიგრაციის მაჩვენებელი. ანუ საერთო ჯამში რომ ვისაუბროს 58%-ია შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველი დადასტურებულად ცხოვრობს იმ მისამართზე, სადაც ის არის საარჩევნო სიაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ისრაელში ყოფნის დროს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ შიმონ პერეს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს. დიპლომატიური უწყების წარმომადგენელთა თქმით, ილია მეორე ასევე შეხვდება ისრაელის მთავარ რაბინსა და სხვა მაღალჩინოსნებს. საქართველოს პატრიარქი ესტუმრება ისრაელის პარლამენტს, გოდების კედელს და ჰოლოკოსტის ხსოვნის მუზეუმს. ილია მეორე ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელებსაც შეხვდება. შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ისრაელში 16 თებერვალს გაემგზავრა და სამშობლოში 24 თებერვალს დაბრუნდება. ქუთაისში ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა უკვე დაიწყო. იმერეთში დღეს ქვეყნის პირველი პირი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც მიმდინარე სამუშაოები შეამოწმა. ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი მუშებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაესაუბრა, რის შემდეგაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისგან მშენებლობასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღო და სპეციალური ტექნიკის დახმარებით პირველი სამუშაო შეასრულა. ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტი ახალი ორზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს. როდის დამთავრდება მოკლედ? 2003 წლიდან ბოლომდე, მაგრამ 2000 ამ წლის ბოლოს დამთავრდება ქუთაისის მონაკვეთს დავამთავრეთ. ამ დღეს ველოდი მოვესწარ, ვიცინი აღარ ვტირი მე. ჯერ არ ვიცინი. ვიცინით როცა დავამთავრე. ეხლა აღარ ვტირი ვარ. უკვე შემოვლით გზა, გადმოვედი დასავლეთში. ბატონო, ესე იგი, პარალელურად ვაგრძელებთ, ეს არ არის ბაიპასის ერთ-ერთი ნაწილი, იცით რომ ივნისში ვიწყებთ. მოდი გაც. ივნისში რუსთავს ვიწყებთ, მოვდივართ რუისიდან რიკოთისკენ და შესაბამისად კობოლეთს ვაგრძელებთ. რაც ნიშნავს, რომ ფაქტურად ჰაივეის მთლიანად მოვიწყებთ. ესე 2013 წელს ესე იგი ავტობანი პრაქტიკულად ჩავა სამტრედიაში. მისი 80% და პლუს ბათუმის შემოვლით ფოტო. ამ წლის ბოლოს სამტრედია გრიგოლეთს ვიწყებთ. ხო, სამტრედია გრიგოლეთი. ესე იგი, რაც ნიშნავს, რომ 2013 წლის ბოლოს მისი დიდი ნაწილი, ესე იგი, უბრალოდ გრიგოლეთამდე თითქმის ჩასული ვიქნებით. ესე იგი, ვიქნებით ჩასული ქობულეთის შემოვლით ბათუმში, ხო ესე? კი ბატონო, ქობულეთის შემოვლით ბათუმში. ხო, მაგას და რუსთავი. ხო. ეს პრაქტიკულად გარდა რიკოთისა, რუსთავი ბათუმის ავტობანი იქნება მთლიანი. თითქმის პრინციპად დასრულებული. პატარა მოლაკვეთების გარდა. კი. და ასევე ივნისში მოვდივართ უკვე რუისიდან რიკოთამდე. დამკვრელური ტემპები. სოციალისტური შეჯიბრი გამოაცხადა.
ვისთან ჩვენ? რა ვიცი, ვის უნდა შეგვეჯიბროს ჩვენ? ჩვენ თავს ხო შევეჯიბროთ. ჩვენ თავს აი რაც უფრო ჩქარო ვისოთ კეთ. ქუთაისის აეროპორტში როცა იქნება იაფი ფრენები, წელს სექტემბერში იქნება ქუთაისის აეროპორტი, იქნება იაფი ფრენები ევროპიდან, აზიიდან და მოგცემ საშუალებას, რომ ერთი თბილისის აეროპორტი გამტვირთო და მე თბილისიდან, ესე იგი ავტობანი პირდაპირ თბილისის ქუთაისში დაჯდება ამ აეროპორტთან ახლოს და რეალურად გზავნები წამოვლენ და სადაც 2 საათზე ნაკლებში თბილისის ცენტრიდან იქნება აეროპორტი, საიდანაც იფრენ სამჯერ იაფად ვიდრე თბილისის აეროპორტიდან. და თბილისიც იძულებული იქნება ფასი დააკლოს თურქები, რომელიც ოპერირებენ თბილისის აეროპორტში. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასაქმების თვალსაზრისით და ასევე იმისთვის, რომ მოსახლეობამ უფრო კომფორტულად იმგზავროს და უფრო მცირე დრო მოამდოვოს. გარდა ამისა, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს რეგიონში, მათ შორის ეს არის კოპიტნარის აეროპორტი, რომელთანაც ახლოს გაივლის ესტაკადა და კიდევ ერთხელ ვიძახი, სადღაც 5 რაიონი და 1 ქალაქი იქნება მოცული ამ ესტაკადის მშენებლობით. ჩვენი ავტობანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის მშენებლობას ვიწყებთ, ეს იმერეთის ბაიპასია. გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ განტვირთოს ტრანზიტული მოძრაობისგან ამ გზას, მეორეც იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურა სერიოზულად განვითარდება, რო წარმოვიდგინოთ ორ მულტიფუნქციურ ცენტრს ვაშენებთ, აი როგორც გორში ავაშენეს ისეთი, აშენდება დაახლოებით 6 სახიდე გადასასვლელი, 3 ქარხანა უკვე ივნისში აქ იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთდროულად მშენებლობაზე უკვე ზაფხულში 1500 კაცი დასაქმდება. Სამდღიანი ძებნის შემდეგ სოფელ რუხში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი დღეს ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მდინარე რუხში იპოვა. 15 წლის ანდრო ლაგვილავა სახლიდან 15 თებერვალს საღამოს რძის მოსატანად წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. მოზარდს გზად მდინარე რუხის ხიდზე უნდა გაევლო, სავარაუდოდ ის მდინარეში ჩავარდა. საგანგებო სიტუაციების სამსახური აღნიშნულ ტერიტორიაზე 3 დღის განმავლობაში მუშაობდა. მიმდინარეობს გვამის დათვალიერება და წარმოებს გამოძიება. ცხედარი გადატანილი იქნება პროზექტურაში. ფაქტია, რომ დამხმარულია ბავშვი და ახლა რა სიტუაციაში მოხდა ეს გაურკვეველია ჯერჯერობით. საქართველოს მთავარი პროკურატურა დაკავებული ჟურნალისტი სოფიო ნიკოლაშვილისა და მისი ადვოკატის წერილობით განცხადებებს არ პასუხობს, როგორც ადვოკატი მამუკა ნოზაძე განმარტავს, დაკავებულმა მთავარ პროკურატურას რამდენიმე მოთხოვნით მიმართა, სოფიო ნიკოლაშვილი ითხოვს გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გადადგნენ გიორგი და გოჩა სიბაშვილები. საქმესთან დაკავშირებით ნიკოლაშვილი დამატებით დაკითხვას ითხოვს, ასევე გიორგი სიბაშვილის გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილის და გამომძიებლის მიმართ დაიწყოს ასევე ბრალის მოკვლევა. ამ მოთხოვნით პროკურატურას გასულ კვირას მიმართეს, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია. ადვოკატის თქმით, სოფიო ნიკოლაშვილმა პროკურატურასთვის გზავნილიც გაგზავნა. მე შეგახსენებთ, რომ სოფიო ნიკოლაშვილი 20 წლისაა და ის კახეთის რეგიონში კახეთის ხმის ჟურნალისტად მუშაობდა. სოფიო ნიკოლაშვილმა და პირადად მე სამჯერ მიმართეთ თავარ პროკურორს და მოვითხოვეთ, რომ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი სიბაშვილის მიმართ და გადაყენებულიყო თანამდებობიდან გამოძიების დასრულებამდე როგორც თავად გიორგი სიბაშვილი, ასევე გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა სიბაშვილი, რომელიც გახლავთ გიორგი სიბაშვილის მამა. ამავდროულად სოფიო ნიკოლაშვილის ბრალდებულად დაკითხვის დროს დარღვეული იქნა მისი ფუნდამენტური უფლება ადვოკატით უზრუნველყოფის თაობაზე, რასაც დაჟინებით ითხოვდა სოფიო ნიკოლაშვილი და ვითხოვთ ჩვენ, რომ დაიწყოს გამოძიება გამომძიებლის და გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილის მიმართ და ამავდროულად ვითხოვთ დამატებით დაკითხვას. მაგრამ საქართველოს პროკურატურა უკვე 2 კვირაზე მეტია, მიუხედავად იმისა, რომ შეტანილია სამჯერ საჩივარი, დღემდე არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. არსებობს კიდევ სხვა პიროვნებები, რომლებიც ადასტურებენ გიორგი სიბაშვილის მხრიდან გაუპატიურებულ ფაქტს. ეს არის სექსუალური მანიაკი არის და პოლიციაში ასეთი პოლიციელების მხრიდან ასეთი დანაშაულები ხდება და მე გაკვირვებული ვარ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან და პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამაზე რომ არ არის რეაგირება. ეს ახალგაზრდა ქალი არის სისტემის მსხვერპლიც იმავდროულად, გარდა იმისა, რომ ის არის სხვაგვარი სრულიად უკანონო და დაუშვებელი ძალადობის მსხვერპლი. ჩვენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ვინც მუშაობს ქალთა საკითხებზე, შევიკრიბეთ და გადავწყვეტეთ გამოუცხადოთ მას სოლიდარობა და საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ აი ასეთ ფაქტს და ასეთ შემთხვევებს, იმიტომ რომ არავინ საუბედუროდ ამგვარი ძალადობისგან დაზღვეული არ არის და თუ კი დაცვის არანაირი მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს, არავინ არ არის დაცული იმისგან, რომ თვითონ არ გახდება შურისმაძიებელი და მძიმე დანაშაულის გზას არ დაადგება.
სოხუმში დაკავებული ქართული მეზღვაურების სახლში დაბრუნებას რამდენიმე დღეში შეძლებენ საქმეში თურქეთში საქართველოს საელჩოა ჩართული. დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ქართული მეზღვაურები საკუთარ გასამჯელოსაც მიიღებენ. თუმცა რამდენიმე საათის წინ მეზღვაურების ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. დღეს დაველაპარაკებმე ჩემ ბიჭს აგერ 10 წუთის უკან. დაველაპარაკე, დედიკო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართო, საწვავი არ გვაქვთო, სიცივით ვიყინებითო, საჭმელი კი მიაწოდეს, იმიტომ მე დღეს შევაწუხე თურქეთის კონსული და კეთილი ინებეს, რა ვიცი, შეაწუხეს, ვისაც ეხებოდა ეს და საჭმელი მოგვაწოდესო. ამჟამად გემზე იმყოფება 4 მეზღვაური. და ერთი უპასუხისმგებლო რა თქმა უნდა კაპიტანი. ჩვენი მოთხოვნა იგია. ხელისუფლება ჩვენ რა შეგვიძლია? ხელისუფლებას ვთხოვთ რომ დაგვეხმარონ და ჩვენი შვილები დაგვიბრუნონ დროულად სახში ჯანმრთელები. შობილს მეტი რა უნდა, მეტი არაფერია. ბათუმში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა მემორიალის დემონტაჟის პროცესი დაიწყება. ამ ინფორმაციას ბათუმის მერიაშიც ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, მემორიალის ტერიტორია გუშინ შემოისაზღვრა, თუმცა ამ დროისთვის მისი დემონტაჟი არ განხორციელებულა. ბათუმის მერის ინფორმაციით, აღნიშნული მემორიალის დემონტაჟის ინიციატივით ბათუმის საკრებულოს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო მიმართა. მემორიალი კომპანია არგოს პროექტში მოხვდა, რომელიც ბათუმის მთიდან ქალაქის მიმართულებით საბაგირო გზის გაყვანას იწყებს. თვითმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს განკარგულებით გადაწყვეტილი იქნა არსებული ობელისკის დემონტაჟი და მისი მოწყობა სერგეი მესხის ქუჩაზე მდებარე სკვერში, რომელსაც უკვე ეწოდა შესაბამისად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის უგდავსაყოფი სკვერი. დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის დაკავშირება საბაგირო გზით ქალაქის ცენტრთან. დღეს აჭარაში ქრისტიან დემოკრატებმა ახალი ოფისის პრეზენტაცია გამართეს. ბათუმში ვაჟებშაველას 35-ში მდებარე ოფისის გახსნას გიორგი თარგამაძე, მაგდა ანიკაშვილი და პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე მიწვეულები იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ გასულ წელთან შედარებით შედეგები შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს უკეთესი. ნაწილი რეკომენდაციებისა, რომელიც შემუშავებული ჰქონდა ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას, გათვალისწინებული არის, მაგრამ არის პრობლემები, არის საკითხები, რომელთა მოგვარება კვლავ იმსახურებს ყურადღებას, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე საზოგადოების მხრიდან. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ ციკლაური ჩერქეზული დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციის წევრებმა საქართველოს პარლამენტს მადლობა გადაუხადეს ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარებისთვის. პარლამენტმა სპეციალური დადგენილება გასულ წელს მიიღო, რომლითაც გენოციდის აქტად აღიარა მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მასობრივი განადგურება და მათი იძულებით განდევნა ისტორიული სამშობლოში. ქართული სახელმწიფო და საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯების ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჩილო-კავკასიის მიმართულებით არსებობდა ძალიან დიდი სკეპტიციზმი, მაგრამ დღეს ჩვენ მომსწრებნი ვართ არნახული სოლიდარობის, არნახული ერთიანობის კავკასიელი ხალხების. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი სახელმწიფოსათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო იყო და საქართველოს სურს რომ გახდეს რეგიონალური, კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური ლიდერი მთელს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებისათვის და ამას ჩვენი სახელმწიფო აუცილებლად მიაღწევს. 10,000-მდე სტუდენტს, რომელთაც სტუდენტის სტატუსი აქვს, შეჩერებული დემოკრატიული მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა თანადგომას უცხადებს. მათი თქმით, სტუდენტთა დიდი ნაწილი და მათი ოჯახის წევრები მძიმე სოციალური პირობების გამო სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ. პარტია უერთდება დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივას, რომ გაიმართოს აქციები სტუდენტთა უფლებების დასაცავად. იმის გამო შეუწყვეტა სტუდენტობის სტატუსი, რომ მათ არ ახადოთ. ჩვენ უერთდებით დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივას გაიმართოს აქციები სტუდენტთა უფლებების დასაცავად. ჩვენ დემოკრატიული მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვაცხადებთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ებრძვის და მიზანმიმართულად ანგრევს ქართული განათლების სისტემას. აღნიშნულ ინიციატივას უკვე გამოეხმაურა რამოდენიმე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია. ჩვენი პოზიციაა, რომ გამარჯვება მხოლოდ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის არსებობის შემთხვევაშია რეალურად შესაძლებელი.
ზაზა გაბუნია ნიკა გილაურს მიმართავს საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატი პრემიერ-მინისტრის სპეციალური საბჭოს შექმნას თხოვს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს დაიცავს და ამისთვის შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს. ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდე ღიად და გადასაწყვეტად რჩება საკითხი, რომელიც უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას ქვეყანაში და მათ შორის ქალაქში. ქალაქში გახლავთ დაახლოებით 10,000-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელიც ვერ სარგებლობს სათანადო გარემოთი. როგორც მთავრობის ხელმძღვანელს ვთხოვთ, რომ მასთან შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პროფესიონალობით და რომელიც ამოცანა უმთავრესი მიზანი იქნება, რომ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სტანდარტის დაცვა. საქართველოს ირანის წინააღმდეგ დაწყებულ პროვოკაციაში ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს. ამის შესახებ განცხადება თავისუფალი საქართველოს ლიდერმა კახა კუკავამ პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კუკავა ამბობს, რომ ნებისმიერი მცდელობა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩაერთოს ირანის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკაში იქნება პროვოკაცია როგორც ქართული სახელმწიფოსთვის, ისე მთლიანად რეგიონის თანამეგობრობის წინააღმდეგ. ევროპული მთავრობებიც კი ცდილობენ, რომ სამხედრო კამპანიაში მონაწილეობა არ მიიღონ და ძირითადად მშვიდობიანი სანქციებით შემოიფარგლონ. საკმაოდ ინტენსიურად საქართველოში არაოფიციალურად, კულუარულად მიმდინარეობდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა საქართველოს ტერიტორია გამოყენებული ამერიკის სამხედრო ძალების მიერ ირანის წინააღმდეგ. უნდა ითქვას, რომ ეს არაოფიციალური მსჯელობა არ იქნებოდა იმდენად შემაშფოთებელი, რომ არა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წევრის განცხადება, ბარამიძის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ საქართველოს მიუერთდეს ირანის წინააღმდეგ სანქციებს და ეს რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ქართულ მედიაში. ჩვენ გვინდა პარტია თავისუფლება საქართველოს ძალიან ხაზგასმით და ცალსახავ თქვა, რომ ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ სანქციების კამპანიაში საქართველოს მხრიდან ეს იქნება პროვოკაცია პირველ რიგში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მთლიანად რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ, რაც შეიძლება ფატალური და ტრაგიკული შედეგებით დასრულდეს ქართული სახელმწიფოსათვის. ირანში 13 ბირთვული ობიექტიდან 5 არის ჩრდილოეთში განლაგებული, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს. ძალიან ახლოს არის საქართველოსთან და საჭიროა სწორედ ფილიგრანული პოლიტიკური ტექნიკა დღეს, რათა ჩვენ ეს უდიდესი საფრთხეები, რომელიც ამ პროცესს ახლავს, თავიდან ავიცილოთ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო თავისუფალი საქართველოს სახელით, რომ საჭიროა გამიჯნა უქნარა პირდაპირ ვიტყვი ბარამიძის განცხადებისაგან საქართველოს ხელისუფლების, რათა ჩვენ ეს პროცესი გავიაროთ მშვიდად. დღეს საფეხბურთო კლუბ გორის დილას გუნდის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ფეხბურთელებს ნომრიანი მაისურები გადაეცათ. კლუბმა ზამთრის შესვენების დროს 18 ახალი ფეხბურთელი დაიმატა და ფაქტობრივად ახალი შემადგენლობით გააგრძელებს ასპარეზობას. კლუბში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერიც განხორციელდა დილამ ახალი სამწვრთნელო შტაბით, რომელსაც ცნობილი ქართველი მწვრთნელი თემურ მახარაძე ხელმძღვანელობს, შეკრება თურქეთის კურორტ ანტალიაში გაიარა და რამდენიმე წარმატებული საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. ახალწეულ ფეხბურთელებს დღესვე ნომრიანი მაისურები გადაეცათ, მთავარმა მწვრთნელმა და კლუბის ხელმძღვანელობამ კი სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დილა უმაღლეს ლიგაში წელს დაბრუნდა და ამჟამად საქართველოს თასის გათამაშების ერთ-ერთი ნახევარფინალისტია. 18 ახალი ფეხბურთელია კლუბში მოყვანილი. გუნდი შესათამაშებელია, ამას გარკვეული დრო ჭირდება. აი ამ დროის გავლის მერე საკმაოდ სერიოზული და მაღალი დონის გუნდი იქნება. მიზნები იქნება ევროტურნირებზე თამაში. გუნდიც ამბიციურია და გეგმებიც ამბიციურია. ხოლო ამას ყველაფერს დრო ჭირდება. ესე უცბად ფეხბურთში არ ხდება შედეგის გაკეთა. გორში ძალიან დიდი მშენებლობები მიდის. ფაქტიურად ახლიდან შენდება თენგიზ გურჯაანის სახელობის სტადიონი. ცოტა ბუნება გვიშლის ხელს ამინდი, მაგრამ მაინც არ ჩერდებიან მშენებლები ძალიან მაგრად მუშაობენ. იქვე ახლოს საფეხბურთო სკოლასთან კეთდება ხელნურსაფარიანი მოედანი, იქნება ალბათ სადაც 500 დასაჯდომი ადგილი 500 კაცამდე. და გვინდა რომ მიეხედოს საერთოდ ბავშვთა ფეხბურთს. ვფიქრობ, რომ საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ყავს. და საუკეთესო გუნდის ვიქნებით.
და რაც მიზანი გვაქვს დასახული, ვფიქრობ, რომ უნდა განვახორციელოთ ჩვენი მიზნები აუცილებლად. შემადგენლობიდან გამომდინარე შანსი არ არის, რომ ვთქვათ, რაღაცა ასე რომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენსაც ვაკეთებთ, ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, როგორც მიზნები გვაქვს დასახული. დინამოში ვიყავი 6 წელი, იქ თამაშობდი, იქ მოვაწეობდი. გორში გადმოვედი, ახლა 6 თვიანი კონტრაქტი გავაფორმე სეზონის ბოლომდე. ავი კმაყოფილი ვარ, პირობები ყველანაირი ავით მაქსიმალურად ყველაფერს ვცდილობენ, რომ ყველანაირი პირობა შეგვიქმნან და ბიჭებს რაც შეეხება, უმეტეს ყველას ვიცნობდი, ყველასთან ათამაშები მაქვს და ეს პრობლემა არ მქონია შეჩვევის მომენტი არ მქონია.